დასტინ, გამარჯობა. მადლობა ინტერვიუსთვის. მოდი დავიწყოთ მცირე ინტროსპექტივით. გადავხედოთ შენს გავლილ კარიერას. მინდა დავიწყო სულ თავიდან. როდის და როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში MMA? არც კი მახსოვს. მე ჭიდაობით დავიწყე. მოგეხსენება, რომ ლუიზიანაში ჭიდაობა მაინც და მაინც პოპულარული არ არის. აქ ძირითადად ამერიკული ფეხბურთი და ბეისბოლი აინტერესებს. ჭიდაობის წრეები კი არის სკოლებში, მაგრამ მე დედაჩემმა შემიყვანა, როდესაც 9 წლის ვიყავი. კერძო დარბაზში დავდიოდი 2 ან 2 წელიწადნახევარი. შესაბამისად, გარკვეული წარმოდგენა ჭიდაობაზე მაინც შემექმნა. შემდეგ ამერიკული ფეხბურთის თამაში გავაგრძელე დამამთავრებელ კლასებში. კრივზე კი შევედი მაშინ, როდესაც 17 წლის ვიყავი. ეს ის დროა, როდესაც UFC და MMA ზოგადად ნელ-ნელა ხდებოდა პოპულარული. ეს ფორესტ გრიფინის და სტეფან ბონერის პერიოდია. ნელ-ნელა ხდებოდა ეს სპორტი მეინსტრიმული. ისიც კი არ ვიცოდი ლუიზიანაში თუ არსებობდა შერეული საბრძოლო ხელოვნების დარბაზები. ჩემი კრივის დარბაზში კი გავიცანი ვიღაც ტიპები, რომლებიც შერეული საბრძოლო ხელოვნებისთვის ეუფლებოდნენ კრივს. მე მათ ვკითხე: ბიჭებო, თქვენ სად ვარჯიშობთ? მათ მითხრეს მისამართი და შემდეგ ამ კრივის დარბაზში აღარც დაუბრუნებულ ვარ. არაჩვეულებრივია. შეგიძლია თქვა, რომ ლუიზიანაში, კერძოდ ლაფაეტში, სპორტული ცხოვრების სტილს მისდავენ? კი, რა თქმა უნდა, ამერიკულ ფეხბურთს აქ აღმერთებენ. ლუიზიანაში ეს სპორტი რელიგიად არის ქცეული. და შენ როგორ თამაშობდი ფეხბურთს? სიმართლე გითხრა, კარგად. უკეთესი ვიქნებოდი სკოლაში რომ მევლო, მაგრამ ადრეულ წლებში მართლა კარგად თამაშობდი. მომიყევი შენს ქალაქზე. რამდენად იქონია ლაფაეტმა შენი პიროვნების ჩამოყალიბებაში გავლენა? ამას ხშირად მეკითხებიან. ჩემი პასუხი კი ერთი და იგივეა. ამ ქალაქში ძალიან ბევრი მშრომელი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენს საზოგადოებას აქ კარგი შეგრძნება აქვს. ამიტომაც დაუბრუნდი აქ, როდესაც ჩემი ქალიშვილი დაიბადა. ჩვენ მუდამ ადგილობრივი წარმოების განვითარების მომხრე ვართ. ამიტომაც მგონია, რომ ასეთ გარემოში შვილის აღზრდა მნიშვნელოვანია. როგორ შეაფასებდი, რომ ამ საზოგადოებამ მიიღო ბავშვი, რომელსაც ცოტა პრობლემები ჰქონდა ბავშვობაში? შენ მუდამ ზრუნავ ამ საზოგადოებაზე, როგორი გავლენა იქონიეს მათ შენზე? მგონია, რომ დიდი წვლილი დედაჩემს მიუძღვის. ჩემი სახლი ბავშვთა თავშესაფარი იყო. ბევრი პატარა მიდიოდა და მოდიოდა. თავარია, ადგილი სადაც ცხოვრობ, იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ოდესაც დატოვებ, ვიდრე ის იპოვე. ეს ჩემშია ჩაბეჭდილი. ეს ზოგადად იმ კარგი ადამიანების დამსახურებაა, რომელთა გარემოცვაშიც გავიზარდე. საზოგადოებისთვის იმ სიკეთის უკან დაბრუნება, რაც მათ მე გამიკეთეს, ჩემი მხრიდან ბუნებრივად მოხდა. ოდესაც სამხრეთ ფლორიდაში ვცხოვრობდი და სახლში დასაბრუნებლად ვემზადებოდი, ოდესაც ბარგს ვალაგებდი, მთელი ამდენი წლის ნაგროვები ჩემი საბრძოლო ატრიბუტიკა გადმოვიღე. პარალელურად კი გავიგე, რომ პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა სწორედ იმ სკოლის ახლო-მახლო, სადაც მე და ჩემი მეუღლე დავდიოდი. მას ცოლი და ბავშვები დარჩა. მე კი ახალი გაგებული მქონდა ეს ინფორმაცია. ამ დროს ვიფიქრე, იქნება აუქციონზე გამეყიდა ჩემი საბრძოლო ნივთები მის დასახმარებლად. შორტები და ხელთათმანე და სწორედ აქ გაჩნდა ჩემი საქველმოქმედო იდეის პირველი ნაპერწკალი. გასაოცარია. ვიცი, რომ არა მხოლოდ შენი ქალაქის საზოგადოებას ეხმარები, არამედ ეხმარები ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ადამიანებს, ვისაც ეს ჭირდებათ. თუმცა შენი უკანასკნელი ბრძოლა ლაფაეტში არ ტარდება, მაგრამ არც ისე შორს. ნიუ ორლეანში მოხდება ეს ყველაფერი, ლუიზიანას შტატში. როგორი იყო ამ ბრძოლის ჩანიშვნის პროცესი? რთული იყო და ეს პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ვცდილობდი ეს ინფორმაცია არ გამემხილა. ყველა მეკითხებოდა, მაგრამ მე ენას კბილი დავაჭირე. ამაში ლუიზიანას შტატის ჩართვა, ასევე გუბერნატორის ჩარევა, UFC-ს დაინტერესება, კვლავ ამ შტატით, ხომ იცი, როგორც ხდება ორგანიზაციას ღონისძიებები წლობით აქვს გაწერილი. ძალიან ბევრი ხდება კულისებში, ვიდრე ინფორმაცია გაოფიციალურდება. თუმცა საბოლოოდ ეს მაინც მოახერხე. მე ლუიზიანაში მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბე UFC-ში ყოფნის დროს და ეს 10 წლის წინ იყო. კორმიეც უნდა ყოფილიყო ამ ქარდზე. ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა. მე მყავს ბევრი ნათესავი და ახლობელი, რომლებიც ვერ ახერხებს ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას ღონისძიებაზე დასასწრებად. მაგრამ აქ, მით უფრო რომ ბოლო ბრძოლაა ეს ჩემი, ყველა იქნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან შენ სტატში ტარდება. ვერც კი წარმომიდგენია, რა მოხდება, როდესაც შენ ოქტაგონზე გახვალ. ძალიან მიხარია, მით უფრო რომ ვიცი ნიუ ორლეანში ხალხს როგორ უყვარხარ. კი, მე ლუიზიანას დროშას ამაყად ვატარებ და ხალხმა ეს იცის. ამიტომაც მაქვს ამ ხელა მხარდაჭერა. ამ ყველაფრის სახლში მოტანა, იქ საიდანაც დაიწყო ყველაფერი. მე ამაყება, რომ სწორედ მე ვარ მიზეზი UFC-ს ამ შტატში ღონისძიების ჩატარებისა.
to Louisiana, you know. I'm proud of that. Yeah, as you should be. No, უნდა იყო კიდეც. უცნაურია, ამდენი წელია გიცნობ, თუმცა წარმოდგენაც არ მაქვს, საიდან გაჩნდა შენი ზედმეტსახელი ბრილიანტი. Yeah. I mean, he was my first real jiu-jitsu. ეს Tim Creator-ის დამსახურებაა. გახსოვს ხომ ტიმი? ის ჯიუ-ჯიტსუში ჩემი პირველი მწვრთნელი იყო. მის კუთხეშიც ვიყავი. სწორედ მან დამარქვა ბრილიანტი. WEC-ში როდესაც ვაფორმებდი კონტრაქტს, მახსოვს კომპიუტერიც არ მქონდა და დოკუმენტებს ტიმის ოფისში ვავსებდი. ამ ფურცელზე ზედმეტსახელის ჩასაწერი ადგილი იყო გამოყოფილი. სწორედ მან ჩაწერა ბრილიანტი. You mentioned the WC. You know I love the WC. უკანასკნელი წარმომადგენელი ვარ WEC-დან. იმ დღეს ვიღაცას ველაპარაკებდი და ვიხსენებდი. აი დონალდ სერონე თუ დაბრუნდება კი, თუმცა სხვა შემთხვევაში ახლა ვინ არის აქ ჩემ გარდა, ვინც ამ ორგანიზაციიდან მოყოლებული ჩხუბობს. არაჩვეულებრივი კითხვა. მეგონა 1-3 ადამიანი მაინც იყო შემორჩენილი. მახსოვს ის ლურჯი ტატამი და ლურჯი ხელთათმანები. ჩვენთანაც გვაქვს სახლში. No, I know they're the ones that შენ დებიუტი 2010-ში ქონდა. ამ დროისთვის 7-0-ზე იყავი. ეს ორგანიზაცია საკმაოდ დიდი იყო, მანამ სანამ UFC-სთან გაერთიანდებოდა. შენ მოდიხარ, გიფორმებენ კონტრაქტს ამ ხელა პრომოუშენში. რა იყო ეს გამოცდილება შენთვის? But you come in here and you get signed. It was surreal. I mean, ეს არარეალური იყო. გამოსვლა Madison Square Garden-ში UFC-ს ხელთათმანებით არაჩვეულებრივი იყო. ჩემი პირველი ბრძოლა UFC-ში. ეს არის ღამე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ის ადამიანები, ვინც ჩემს კუთხეში იყვნენ ისინი, ვისთან ერთადაც გავიზარდე. სიგიჟე იყო. ვიხსენებ, ბავშვი ვიყავი. მადლობელი ვარ ჩემი თავგადასავლისა, მაგრამ ჩემი პირველი ღამე UFC-ში არასდროს დამავიწყდება. I'm thankful for the journey, but my first fight in the UFC, that night I'll never forget. UFC 125 also. That was like an amazing. UFC 125 ეს არაჩვეულებრივი კარდი იყო. ნერვიულობდი, როდესაც ამ ხელა შემოთავაზებები იყო შენ წინ. როგორი იყო ეს პიროვნული განვითარების კუთხით შენთვის? Mentally going through your mind. You have the WC, then you guys. It's tough to say like the mindset I was in back then. ახალგაზრდა ვიყავი. ჯეროდა რომ საუკეთესო ვიყავი. მაშინ ბევრს არ ვფიქრობდი. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ადრე. მე დინებას მივყვებოდი. იმ დროს ალდო მიიღო ტრავმა და მე ჩავენაცვლე მას. ჩემი დებიუტი ნომერ პირველი კონტენდერის წინააღმდეგ შედგა. მე უდიდესი შესაძლებლობა მომეცა, მოსულიყავი UFC-ში და ჩემი თავი წარმომეჩინა. კი, გადაწყვეტილებით მოვიგე, თუმცა ვისურვებდი დამეფინიშებინა. როდესაც WEC-ში გქონდა დებიუტი, სწორედ ეს იყო შენი პირველი წაგება. რთულად გაუმკლავდი ამას? Was that hard to deal with? კი, ძალიან. ვეგასში არასდროს ვიყავი ნამყოფი. მან ჩასვლა ეს ჩემთვის დიდი რამ იყო. მეგონა საბოლოოდ გამომივიდა. ცხადია, უყურებდი ამ ორგანიზაციის ბრძოლებს, ახლა კი რინგზე ვიყავი. სიგიჟე იყო. მე ყველაფრის მადლიერი ვარ. ჩემი დებიუტი კენ კასტიოს წინააღმდეგ იყო. ხანდახან ხვდება ხოლმე ის. კარგი ადამიანია. მართალია მან მომიგო, მაგრამ მადლობელი ვარ. ფიქრობ, რომ ამ წაგებით ისწავლე ის, თუ რა იყო წარმატების მისაღწევად საჭირო. მსგავსი დონის ჭიდაობა არ მქონდა ნანახი. ეს უბრალოდ არ გვაქვს ლუიზიანაში. კურტ პელეგრინოს დავუმეგობრდი და ჯერზიში დავდიოდი ხოლმე ჭიდაობაში რომ მევარ. ხანდახან ის ჩამოდიოდა ლუიზიანაში. საბოლოოდ უნდა შემეცვალა დარბაზი, სხვა გზა არ იყო. ეს საერთო გადაწყვეტილებით მოხდა. მე პროფესიონალი მებრძოლი ვიყავი. ჩემს დარბაზში კი უბრალოდ მოყვარულები დადიოდნენ. საუკეთესოებთან იჩხუბე კიდეც. შენ ლეგენდა ხარ ამ სპორტში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საოცარი გამარჯვებები გაქვს, არამედ იმიტომაც, რომ მართლაც საუკეთესოების პირისპირ გამოდიოდი. მინდა შენს ოპონენტებზე ვისაუბროთ ახლა. Max Holloway, ეს არის ადამიანი, რომელიც მახსოვს პირველად რომ იჩხუბე, ძალიან საინტერესო იყო. ორივე ახალგაზრდები იყავით. რა შეგიძლია თქვა მასთან დაპირისპირების შესახებ? მე ვიყავი მისთვის პირველი. რიკარდო ლამასთან უნდა მეჩხუბა, მაგრამ ის დაიტრაუმა და მაქსი ჩაჯდა. ზედმეტად ახალგაზრდა იყო, 20 წლის იყო. მგონი 12 ან 13 წლის წინ მოხდა ეს. მას სულ რამდენიმე ჩხუბი ჰქონდა კარიერაში ამ დროისთვის. ის ახლა ლეგენდაა. გადაწყობა მომიწია. ჯიუ-ჯიტსუს ოსტატისთვის ვემზადებოდი და უეცრად მაღალი, გამხდარი კიკბოქსიორი მომიყვანეს. მაგრამ ეს ის დრო იყო, როდესაც UFC-ში ახალი მოსული ვიყავი და სულ 3 და 4 მოგება მქონდა. ნებისმიერს ვეჩხუბებოდი ამ დროს. ის მტკივნეული ილეთი, რითიც Max მოუგე, მახსოვს, ბევრს გაუკვირდა. ასეთმა ახალგაზრდამ ბევრი ადამიანის გაოცება გამოიწვია. ჯიუ-ჯიტსუზე დიდი ხანია ვარჯიშობ. ახლა ხშირად არ ვიყენებ, ან მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენჯერმე დამასაბმითეს, არნიშნავს, რომ მე ეს არ მეხერხება. დიდი გამოცდილება მაქვს ამ დისციპლინაში. ის მტკივნეული იმიტომ გამომივიდა, რომ ჩემი უბრალეულობით ტექნიკას არასწორად ვასრულებ. It was a highlight for sure. You go from Max, who you face a couple of times now. There's also a guy in Conor McGregor that Max უკვე ორჯერ შეხვდი. ასევეა კონორ მაკგრეგორი.
რა განსხვავება, როდესაც პირველად ეჩხუბე კონორს და წლების შემდეგ ისევ შეხვდი მას, როგორ განვითარდი? It was obviously I got better as a fighter. I mean that was ცხადია, როგორც მებრძოლი უკეთესი გავხდი. დიდი ხანი გავიდა ამ ბრძოლებს შორის. მე დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ვიცოდი უკვე ვინ ვიყავი. საკუთარ თავს უფრო გავეცანი. აღარ მივეცი მას საშუალება, რომ ჩემს გონებაში შემოეღწია. When you first faced Max and Conor, was there ever a time you could როდესაც პირველად შეხვდი მაქს და კონორს, გიფიქრია, რომ თქვენ სამი იქნებოდით ამ ხელოვარსკვლავები? არა, და როდესაც კონორმა მე დამამარცხა, ვუყურებდი მის აღზევებას. როდესაც მომიგო, ფიქრობდი, რომ ის თვითმარქვია იყო. შემდეგ ადგა ქნა ის, რაც ქნა. მაქსზე კი ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შემდეგ ის ჩემპიონი გახდებოდა და ამ ხელა რეზიუმე ექნებოდა. he beat me and I was like I don't know. საოცარია, რაც თქვენ მოახერხეთ. როგორც ჩანს, ტრილოგიები გიყვარს. როგორ მოხდა, რომ ის იქნება სწორედ შენი ბოლო მეტოქე? that he would be the final opponent? I don't even know. წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ ხო, ტრილოგიები ფაქტია მართლაც ჩემია. ენს განსხვავებული кейსია. როგორც წესი, 1-0 ან 1-1 არის ხოლმე, მაგრამ მაქსთან 2-0-ზე ვარ. თუმცა ის ლეგენდაა და არაჩვეულებრივი ჩემპიონია. უბრალოდ საკმარისია გადახედო მის კარიერას. მე ვიყავი მისი პირველი. ეხლა ის იქნება ჩემი ბოლო. როდესაც დავდებ ხელთათმარებს, მაქსზე უკეთეს ვერავის ვისურვებდი ჩემს ბოლო ოპონენტად. All the way full circle. I was going to say სწორედ ეს უნდა მეკითხა, სხვა ვარიანტებიც ხომ არ გქონდა? Yeah, it was for me in my mind. ჩემი გონება მხოლოდ ლეგენდებზე იყო მომართული. მაქსი ყველა დეტალს აკმაყოფილებს. გეიჯი გათიშა. ვიცი თოპურესთან წააგო, მაგრამ ის თავის პრაიმშია. სწორედ ესეთი ტიპი მინდა ჩემს რეზიუმეში. do you feel like, and this might be a silly question, შეიძლება სულელური კითხვა, გირჩევნია სწრაფი ფინიში იყოს, თუ ის შემთხვევა, როდესაც 25 წუთს ისურვებდი? I'm gonna try my best to be in a moment on fight. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. ბოლოჯერ ვიგრძნობ დილაობით ნერვიულობას, ბოლოჯერ გავალ არენაზე. ამას მე ჯერ ვეღარ ვიგრძნობ. ამიტომაც მინდა, რომ ეს წლის ჩხუბი იყოს. შესაბამისად, ბევრ ნაკერსაც ველოდები სახეზე. Fight of the night, fight of the year. Yeah, I want to. I'm expecting stitches. I've got to ask you this. ასეთი რამ მინდა გკითხო. მე ვარ ადამიანი, ვისაც უნახავს რა ხდება ჩხუბის მიღმა. ბოლო გაღვიძებაზე რა სიტყვი ამ დღეს? Ever 155. ეს იქნება ბოლო დღე, როდესაც 70 კილო ვიქნები ჩემს ცხოვრებაში. ამის პირობას ვიძლევი. აპირებ ფორმის შენარჩუნებას თუ პირდაპირ დიაბეტს დაიმართებ ჭამისგან? როგორც კი უსადა შეწყვეტს ჩემს კარზე კაკუნს, ვაპირებ სტეროიდებზე შევჯდე. მაგარ ფორმაში შევალ, უნდა დავიკუნთო. ესაა სიმართლე. ცოლი მეუბნება არ გინდაო, რას ქვია არ მინდა, მინდა და მეტიც. That is so funny. That's the honest. როდესაც ამ შენს არაჩვეულებრივ რეზიუმეს უყურებ, არის ჩხუბი ან ოპონენტი, რომელიც განსაკუთრებულად გახსოვს და რომელმაც შესაძლოა შენი კარიერა That განსაზღვრა? really stands out to you the most in terms of like career defining or even favorite? I mean, კონორის დამარცხება აბუ-დაბიში. მას შემდეგ, რაც 7 წლის განმავლობაში ჩემი დანოკაუტების ფოტოებს აზიარებდა და მთელი მისი ლაპარაკის შემდეგ ეს კარგი შეგრძნება იყო. მით უმეტეს კარანტინის დროს. ეს თითქოს უნდა მომხდარიყო კიდეც. როდესაც დამირეკეს, ვიცოდი რომ მოვიგებდი. არ მაინტერესებდა რა თქვა, ან რა გააკეთა მან. ვიცოდი რომ იმ ღამეს გამარჯვებული მე გამოვიდოდი. care what he did or what he said or whoever was across from me under those lights that night, I was gonna get my hand raised. Yeah. მაგ ღამის შემდეგ როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება? A lot more opportunities business-wise, like obviously. ცხადია, ყველაზე დიდ ვარსკვლავს, როდესაც ამარცხებ, ყველაფერი იცვლება. ბევრად მეტი საქმიანი შევათავაზება მოდის. ბიზნესის კუთხით მართლაც ძალიან წამადგა. Everything comes with that is more opportunities business-wise. People wanted me on TV and wanted to interview me and it was ჩვენ გიხილეთ 145-შიც, 155-შიც და 170-შიც. რომელიც წონაა შენთვის იდეალური? I've never fought in the UFC at 170. I only have one. UFC-ში 170-ში არასდროს მიჩხუბია. მხოლოდ ერთი ჩხუბი მაქვს 170-ში. ეს იყო ჩემი პირველი ჩხუბი. 2006-ში ან 2007-ში 168 ვიყავი მაშინ. წონაც კი არ დამიკლია ბრძოლის დღეს. 168 ready, you know. 55 is where 155 კი არის ჩემი იდეალური ვარიანტი. 145 ძალიან მიჭირდა. Yeah. it was tough. I mean, the lifestyle და როგორ ახერხებდი? ცხოვრების სტილიც ხომ იცვლება ამ წონაში? I had to even outside of camp, I had to live a certain way and watch calories. კემპის მიღმაც კალორიებს ვითვლიდი. You know, I was ეს ცუდია, ყველაფერს წონიდი. ეს კემპის დროს ნორმალურია, მაგრამ წლის განმავლობაში უბრალოდ გადაიწვევი. Yeah. That actually leads ამას მივყავართ შემდეგ კითხვამდე. გააქვს რაიმე განსაკუთრებული მოგონება ან ისტორია, რომელიც კულისებს მიღმა გადაგხდა, რაც კამერების ობიექტივში არ მოხვედრილა? რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ შეიძლება საერთოდ არც კი იცოდეს, რა გახსენდება ასეთი? stuff
the general public might not know about you and your career. I have talking about injuries going into fights. I mean, რაც შეეხება ტრამვებს, ასეთი არაერთია. როცა ბობი გრინს ვეჩხუბებოდი ლოს-ანჯელესში, ფეხი მქონდა მოტეხილი. kick somebody in the elbow and like ვიღაცას იდახში მოვარტყი ფეხი ჩხუბამდე 2 კვირით ადრე. ჰოლოვეისთან ატლანტაში დროებით ქამარზე ბიცეპსი მქონდა გაწყვეტილი. არ ვიცი ვინმე შეამჩნია თუ არა რაუნდებს შორის ხელს სულ ვიმოწმებდი. ვარჯიშის დროს ვიღაცას ხელი მოუქნი, მანი დაყვით დაიბლოკა დარტყმა, რაზეც ბიცეპსი მომიხვდა და რენტგენზე გამოჩნდა, რომ არა თუ გაწყვეტილი, არამედ გაჭრილი მქონდა მთლიანი ბიცეპსი. თითქოს ვიღაცამ ნაჯახი დამისვა. ჩემი მთელი ხელი galurjebuli იყო. მოკლედ, ეს ტრავმა მქონდა მაქსთან. ისლამთან ბოლო ჯგუფში 2 ნეკნი მქონდა გატეხილი. ვიცოდი რომ ჭიდაობა მომიწევდა. ჩემი ცოლი მირჩევდა რომ ჩავხსნილიყავი ბრძოლას. მაიკ ბრაუნიც იგივე აზრზე იყო, მაგრამ არ შემეძლო ეს. გემროტმა გამიტეხა ნეკნი ჩხუბამდე 1 კვირით ადრე. ადია შემთხვევითობა იყო. არმბარის დროს მოხდა ეს. გამოსვლას ვცდილობ პოზიციიდან და ამ დროს გამიტკაცუნდა ნეკნი და მივხვდი რომ მოვიტეხე. right before fight week. All right, what about positively? Is there a memory? რაიმე დადებითი მოგონება თუ გაქვს, რაც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რამე პოზიტიურიც გითხარი. I don't know, just something positive about that we wouldn't know? We always do it big after fights, win or loss, you know. ჩხუბის შემდეგ ყოველთვის დიდი აღნიშვნა გვაქვს. მიუხედავად შედეგისა. რაღაც მსგავსი, რაც კარგად მახსენდება, არის ჩემი პირველი ბონუსი. მგონი ჰოლოვეისთან იყო და მგონი $75,000 იყო. მაგ დროს ბევრი ფული არ მქონდა. ჩემი ცოლი სკოლაში მუშაობდა, სახლი ახალი ნაყიდი მქონდა. ბალებიდან ამოვდიოდი. თან ვიხდიდი ჩემი ცოლის მანქანის კრედიტს. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მოდიოდნენ და პირდაპირ ხელმოწერილ ჩეკს გაძლევდნენ. დაუჯერებელი იყო. ახალგაზრდა ბიჭისთვის ამ $75,000 მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. I mean, everybody who's been around you has been around Jolie. შენ ჯოლი ახსენე. ყველა მიცის, რომ შენი ცოლი სულ შენს გვერდით იყო. არაჩვეულებრივი ადამიანია. ის პირველივე დღიდან შენს გვერდითაა. ვიდრე წარმატებას მიაღწევდი, იქამდეც შენთან იყო. როგორია ეს შენ? Through this whole journey, what has that been like? სიტყვებით გადმოცემა რთულია. საკუთარი თავის აღმოჩენა, ჩხუბი, ზოგადად ცხოვრება. ჩემი მეუღლის გარდა სხვასთან ვერავისთან გამოვიდოდა. My wife, the journey of fighting and You say is good advice. რა რჩევას მისცემდი ახლა მათ, ვინც გვიყურებენ? რა პარტნიორულ რჩევას გაუზიარებდი? რა არის მთავარი, რაც შენ სოლს ყველაზე კარგად What do you გამოსდის? feel like Jolie is able to do right and bring to the table for you to be supportive? for me she's ეს არის რაღაც, რასაც ყველას ვუსურვებდი რომ იპოვონ. ჩემი საუკეთესო მეგობარია ჯოლი. ჩვენ 18 წლისები გადავედით ცალკე საცხოვრებლად. მე ყველანაირი მიზეზი მქონდა რომ სახლში ყოფილიყავი და არ გავსულიყავი ღამეს სადმე წვეულებებზე. უმეტეს დროს მას უფრო სჯეროდა ჩემი, ვიდრე მე თვითონ საკუთარი თავის. არ მინდა ემოციური ვიყო. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. I want to get emotional. No, me too. Yeah, she's my best friend, you know. Yeah, and she is the best. ის მართლაც საუკეთესოა. ჩვენ ძალიან გვიყვარს პატარა პარკერი. მიყვარს მასთან ერთად ყოფნა. ყველაზე მაგარი ბავშვია. როდესაც ის დაიბადა, შენ კარიერის დასაწყისში იყავი. როგორი იყო ეს? And she gets it. But when she was born, you were still young in your career. I mean, what was that like to I was be in fight camp when she was born. What was that like? It was a ყველაფერი შეიცვალა, ხედვა შემეცვალა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა მისი დაბადების დღე. after becoming a father. ეს ნეით დიაზის და კონორის რემატჩის დღე იყო, როდესაც ის დაიბადა. სამშობლოში დავტოვე საჭმელი, მე კი სასტუმროში ვიყავი და ბრძოლას ვუყურებდი. On fighting and on wins and losses. შენ ყოველთვის განსხვავებული წარმოდგენა გქონდა მოგებასა და წაგებაზე. გრძნობ, რომ ამ ხელა კარიერის შემდეგ ბოლომდე მიგიცია შენი თავისთვის უფლება, რომ სრულად იზე იმო გამარჯვებები. Celebrate the wins. You know, ტედი ატლასმა მითხრა რაღაც, რაც არასდროს დამავიწყდება. ჩემს კარიერაზე ვსაუბრობდით და მან ესეთი რაღაც მითხრა. რთულია დაინახოს სრული სურათი, როდესაც 100 ახლოს გახარ ჩარჩოსთან. გრძნობ, რომ ისევ ახლოს ვარ და იმედია ერთხელაც უკან გადავდგამ ნაბიჯს და უფრო კარგად დავინახავ იმას, რაც გავაკეთებ და სრულად ვიქნები მადლიერი. საიდანაც მოვდივარ და სადაც მოვედი, ვისაც ვეჭხუბე. ჯერა რომ ერთხელაც მართლაც ამაყი ვიქნები. From where I came from to where I made it in fighting and the guys I fought, I think one day when the smoke clears and I'm really done fighting, I can look back and be proud of everything, you know. I'm too close to the frame. No, it's hard and ხშირად მგონია, რომ ჩემი პერსონალური გადმოსახედიდანაც, როცა ჩხუბების შემდეგ თქვენ გესაუბრებით, ხვდები, რომ არის თქვენში რაღაც ნაწილი, რაც ბოლომდე ვერ იაზრებს იმ სიხარულს. ამიტომაც მაინტერესებს, იქნები 100%-ით ბედნიერი ამის შემდეგ. მოგება არის შვება გარკვეულწილად მხოლოდ იმ ღამეს, როდესაც ეს მოხდება, მაგრამ როდესაც უკან ბრუნდები და დღეები გადის, შენ იმაზე ფიქრობ, რა იქნება შემდეგი. რამდენიმე დღე მშვიდად ხარ, შემდეგ ისევ ცეცხლში ბრუნდები. ამიტომაც წაგებასა და მოგებაზე დიდხანს ვერ იფიქრებ. And then
it's what you're right back into the fire. And I think you have to have that. You know, you can't like celebrate wins too long or losses, you know. Yeah. When you don't get როდესაც აგებ ყოველთვის იძლევი ინტერვიუებს. არ გაურბიხარ იმ ფაქტს, რომ წააგე. როგორ უმკლავდები პერსონალურ დონეზე ამ ყველაფერს? Do you personally deal with those times as well? Horrible. ყველა ცხადია საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსია, მაგრამ მე ჩემს თავს სულ სჯიც აგების შემდეგ. ურთულესია ჩემთვის ეს. მაგრამ დრო კურნავს. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, როცა ვაგებდი, ამ ფიქრებს დარბაზში ვახრჩობდი. მიყოლებით ორჯერ არასდროს წამიგია. მეტწილად კი ეს იმის დამსახურებაა, რომ მეგრევე ვარჯიშს ვუბრუნდები, რომ ორჯერ არ დავუშვა ერთი და იგივე შეცდომა. რა იქნება შენი რჩევა ახალი თაობისთვის? ვისაც უნდა, რომ ამით იცხოვროს, მაგრამ წინ უდიდესი გამოწვევები ელოდებათ. დაიჯერეთ საკუთარი თავის, ირწმუნეთ და წადით კოლეჯში. ეს იქნება ჩემი რჩევა. Go to college. That's my advice to them. Go to college. I think that's great. არაჩვეულებრივი რჩევაა. როცა ბოლო ზარზე ფიქრობ, ბოლო გასვლაზე ოქტაგონისკენ, რთულია მიუხედავად ყველაფრისა, რა ხდება ახლა შენს გონებაში? They'll be good and bad no matter what during fight week, but what goes through your mind right now as you think about making the last walk to the UFC octagon? I'm scared of it. It's bittersweet. მეშინია, ტკბილმწარია. ამას საკმარისი დიდი ხანია ვაკეთებ. ნერვიულობ და ფიქრობ იმაზე, რომ ბევრად მეტის გაცემა შემიძლია. ბევრ ფულზე ვამბობ უარს, საოცარ ჩხუბებზეც მიწევს უარის. ეს არის მიზეზი, რატომაც მივდივარ. ვიქნები კი ჩემპიონი. სამჯერ მქონდა ამის შანსი. კიდევ ერთხელ ამის გაკეთება ურთულესი იქნება. და არ ვიცი შემიძლია თუ არა ამდენ მოგებას კვლავ მოვუყარო თავი. ამიტომაც მივდივარ უმაღლეს დონეზე. ეხლა ვეჩხუბე ისლამს. მგონია რომ მაინც შემიძლია მისი დამარცხება. მაგრამ სწორედ ახლა არის წასვლის დრო. მამა ვარ. კიდევ ერთი შვილი მინდა. მინდა რაღაცები ოქტაგონს მიღმაც გავაკეთო. თუ ჩემპიონი ვერ ვიქნები, გამოდის რომ მხოლოდ ფულის ასაღებად გამოვდივარ. და მე არ მინდა ეს ასე იყოს. ხადია ფულიც კარგია, მაგრამ არ მინდა სპორტს უპატივცემლად მოვეფხრო. არ მინდა რენკინგში რიგი დავიკავო. ეს იყო იმისთვის, რომ ჩემპიონი ყოფილიყავი. აღარ მინდა რომ ჩხუბისთვის ჩავატარო. მე საუკეთესო მინდა ვიყო. და მაინც ტკბილმწარია. ახლაც მონელების პროცესში ვარ და ვიცი, ეს დიდხანს გაგრძელდება.